დამეთანხმებით ალბათ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტები ვართ ძალიან რთულ დღეში. როგორი იყო თქვენთვის ამ პროფესიასთან შეხების წერტილის დაკარგვა? აი მე მაგალითად ხანდახან მესიზმრება ღამით, რომ ყურზე პროდიუსერი მაზის წამყვანი ჩემთან გადმოდის კითხვით და ხმას ვერ ვიღებ. ან თქვათ სამონტაჟოში ვარ, რაღაცას ვამონტაჟებ და ვერ ვასწრებ, თავარი გამოშვება იწყება. აი მე გავიხსენებ თამთა პირველად რომ ჩამოვედი და ჩემი მეუღლეც ჟურნალისტია და ქუჩაში მივდიოდით და დავინახეთ აქაური კორესპონდენტები. აი მე გიყო აი პირველი შოკი, რაღაც მეტირება. თითქოს მეგონა მე უნდა მისულიყავი. დედას ფიცევარ. მე არ მაქვს დაკარგული. აი გიყო ყველაზე მეტი რომ აი რატო ჩვენი საქმე ხო ეგ არის. აი გიყო პირველი ეგ მახსენდება, მაგრამ მე უკვე გადაგდის ეს ყველაფერი რა. გადაგატანინებს ყოველდღიურობა, იქ ბავშვზე უნდა იზრუნო, იქ ოჯახზე იზრუნო, იქ ბინა უნდა მოხსნა, ქირა გადასახდელი, იქ სამუშაო გაკ და ამ ყველაფერზე არა, მაგრამ ის კარგი არა. მგონია ალბათ ეს ადამიანებს არ დამავიწყდებიან, არ ვიცი. ის ჟურნალისტებიც, ანუ პირველად რომ დავინახე მე ესპანელი ჟურნალისტები აქ ქუჩაში.